ეროვნული და სადღესასწაულო განწყობა. სტუმრები შორეული ქვეყნებიდან. ქართული ტრადიციული ფოლკლორი და კერძების მრავალფეროვნება. ეს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალია. ღონისძიება უკვე მესამე წელია ბოლნისში ტარდება და ტრადიციული გზავნილის ქვეშ ბოლნისი ოქროსფერი ღვინის ქალაქი ერთიანდება. ფესტივალის წარმომადგენია კომპანია RMG, რომლის მიზანია ბოლნისელი მეღვინეების განვითარებაზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა. Აღნიშნავთ რიგით მესამე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს. ეს ჩვენთვის არის დიდი პატივი RMG-ისთვის, ჩვენმა მეღვინეებმა, ადგილობრივმა მარნებმა. შეძლეს ის, რომ საერთაშორისო სტანდარტებზე გასულიყვნენ. მე ვფიქრობ, რომ მომავალი ჩვენი მხარდაჭერის, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით უკეთესი იქნება და ბევრად წარმატებული. ძალიან გვიხარია, რომ დამკვიდრდა და ტრადიციული გახდა აღნიშნული ღონისძიება. ზოგადად ადგილწარმოშობას ვენახის ადგილს ყურძნის ღვინის წარმოშობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენ დარგში. მოხარული ვარ, რომ ბოლნისი უდგას სათავეში ამ ფესტივალს. აღნიშნული ფესტივალის მხარდაჭერი გახლავთ ღვინის ეროვნული სააგენტო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ღვინის ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-მდე მეღვინეობა მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ როგორც მსხვილი მწარმოებლები, ასევე მცირე და საშუალო მარნები, საოჯახო მეღვინეები და ყველა, ვინც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს აწარმოებს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არის წარმოდგენილი ღვინოები. მიზანი ამ ყველაფრის არის ის, რომ პოპულარიზაცია გაუწიოთ ადგილწარმოშობას. იმიტომ რომ თითოეული ადგილწარმოშობის ღვინო განსხვავებული ხასიათის მატარებელი არის. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს წინანდალი. წინანდალი არის კახეთის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილწარმოშობის რეგიონი. ასევე გვაქვს ცისფერი ღვინო, მწვანე ღვინო, რომელიც არის ნატურალური. ბოლნისის ღვინის ფესტივალში მესამედ ვიღებ მონაწილეობას. ორჯერ მივიღე ბრინჯაოს ჯილდო. წლევანდელი ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის ცნობადობისთვის, იმისათვის რომ გაიცნოს ყველამ ადგილწარმოშობის ღვინოები. ადგილწარმოშობის ღვინო ეს არის განსაკუთრებული ღვინო და იმიტომ მიენიჭა ბოლნის ადგილწარმოშობის სახელწოდება. ფესტივალს იტალიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან სპეციალური სტუმრები, ღვინის იმპორტიორები, ღვინის ექსპერტები და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება წელსაც არაერთი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობით იყო დატვირთული. გაიმართა ქართული ტრადიციული სიმღერების კონცერტიც. დღის ბოლოს კი მეღვინეების დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა, რომლის ფარგლებში ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედრის მფლობელები გამოვლინდნენ. და ისიც მოგზადეთ. ოქროს ჯილდო სულ 19-მა ღვინომ მოიპოვა, რომელთაგან 11 იტალიაში მერანოს ღვინის ფესტივალზე გაემგზავრება. და ჩვენ მივემგზავრებით მერანოზე. ემოცია დიდი არის. უცებ გამომაწყარეს არ ველოდებოდი ნამდვილად. ულოცავ თითოეულ მეღვინეს, ვინც მოიპოვა გამარჯვება, ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაოც, ეს ყველასათვის სტიმულია. შემდგომში უნდა ვისწავლოთ უფრო დიდი ღვინის დაკეთება, რაც შეიძლება მეტი სიყვარული ჩავდოთ ამ საქმეში და ყველაფერი კარგად იქნება. მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ქართული ღვინო არის ნომერ პირველი. ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი სტუმრებს მომავალ წლამდე დაემშვიდობა. ორგანიზატორები კი 2026-შიც არანაკლებ მრავალფეროვან, დასამახსოვრებელ და საინტერესო ღონისძიებას გვპირდებიან.